გიორგი, რაიმე კანონიერი გზა არსებობს, რომ ბანკში სესხი არ გადავიხადო? რას გულის ხო? აი რაღაც ხანდაზმულობა თუ რაღაც რო არის. ანა, ხანდაზმულობის ვალდის ასვლა იწყება ზუსტად იმ დღის მეორე დღიდან, როდესაც შენატანი უნდა გაგეკეთებინა. მაგალითად, 2026 წლის 1 მაისს უნდა გადაგეხადა და ვერ გადაიხადე, 2 მაისიდან იწყება ათვლა და აქედან 3 წლის განმავლობაში თუ კრედიტორმა არ გიჩივლა, ან სამართლებრივ გზებს არ მიმართა, მაშინ 3 წლის მერე გავა ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ ეს ავტომატურად არ ხდება. აბა როგორ ხდება? როცა გიჩივლებენ, უნდა შეიტანო სასამართლოში ეგრეთ წოდებული შესაგებელი, უნდა დაწერო და მიუთითო მოსამართლეს, რომ სესხზე ხანდაზმულობის ვადა გასულია. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ 3 წლის განმავლობაში შენატანი გააკეთეთ რამე, ან აღიარეთ წერილობით, რომ სესხი გაქვთ და ვალდებულება გაქვთ, კრედიტორის მიმართ შესაძლებელია ამ 3 წლის ასვლა იმ დროიდან თავიდან დაიწყოს. და საკრედიტო ისტორიაში ეს ინფორმაცია რჩება? კი, ხანდაზმულობის მინიჭებიდან 5 წლის ვადაში ეს ინფორმაცია ინახება და მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეიძლება წაიშალოს. და იცი კიდე რა მაინტერესებს?